მართლა უწოდა პრეზიდენტმა ტრამპმა ბიბი ნეთანიაჰუს სიგიჟემდე გიჟი, ასე წერს აქსიოსის ანგარიში. თუმცა შეიძლება გქონდეს მიზეზი ვიფიქროთ, რომ ამ რეპორტაჟის ნაწილი მართალი იყო. მარკ, მითხარი, რას ფიქრობ ამაზე? გონია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა უბრალოდ შეაგინა მას ლიბანთან დაკავშირებით და იმიტომ, რომ ის ირანთან გარიგებას დებს ან ცდილობს ამას. ამაში ეჭვი არ მეპარება. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვადასტურებ და არ ვიცი მართალია თუ არა ეს, ან დეტალები აქსიოსის ანგარიში. ფიქრობ სამართლიანია ვივარაუდოთ, რომ რთული საუბარი იყო. საუბარი, სადაც ნეთანიაჰუს და ტრამპს ყველაფერზე არ ქონდა თანხმობა. იცით, როცა ბიპერმინჩი ვიყავი, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო გულწრფელი საუბარი, დიახ. მაგრამ როგორც ჩანს, ეს განსაკუთრებით გულწრფელი საუბარი იყო. და ეს იმიტომ, რომ ირანელებმა, როგორც ჩანს, ამერიკელებს უთხრეს, თუ გსურთ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდეს, ლიბანში სრული ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ისინი ამ ორ საკითხს აერთიანებენ. და ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, მოусმინეთ, ჩვენზე ჰეზბოლა ლიბანში თავს გვესხმის. ჩვენ თავს დავიცავთ. ჩვენი მიზანია ჰეზბოლას როგორც სამხედრო ორგანიზაციის დაშლა. ჩვენი მიზანია, რაც ამერიკის მიზანიცაა, რომ ჰეზბოლა, ეს ირანული ტერორისტული პროქსი ირანში, უნდა დაიშალოს. ეხლა ირანი თავისი მიზეზების გამო და ჩვენ გვესმის რატომაც, რადგან ეს მათი პროქსია, არ უნდა რომ ეს მოხდეს და ირანელები როგორც ჩანს, ამერიკელებს ეუბნებიან შეაჩერეთ ისრაელი ამის გაკეთებაში. ხო, რა გასაკვირია. და ნება მომეცით რაღაცაც გითხრათ. დროა ვითამაშოთ კარგი პოლიციელი, ცუდი პოლიციელი. და დღეს, ან იქნებ ყოველთვის, მე ვარ ცუდი პოლიციელი. და გეტყვით, რომ ეს როლი მერგება, მართლა ესეა. საშინლად გაბრაზებული ვარ. და ორივე ლიდერზე ვარ გაბრაზებული. რატომ? იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სრულად მესმის, რატო უნდა მიყვეს ნეთანიაჰუ ტრამპის მაგალითს, ბოლოს და ბოლოს ტრამპი თავისუფალი სამყაროს ლიდერია. თუმცა, კარგი, ტრამპი თავის Truth Social-ის პოსტში მოლაპარაკებებზე საუბრობს. მან ასევე თქვა, რომ შესანიშნავი საუბარი ქონდა წარმომადგენლების მეშვეობით ჰეზბოლასთან. ჰეზბოლა ირანის პროქსია. ჰეზბოლა ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობასა და ჯარისკაცებზე ასაფეთქებელ დრონებს უშვებს. და აქამდე ამას ზავს უწოდებდით ამერიკის ზავის საფუძველზე ლიბანსა და ისრაელისაც. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ვიტოვებდით უფლებას დაგვეტევა, როცა ვხედავდით იმ ტერიტორიიდან მომდინარე ტერორისტულ საფრთხეებს. აი პრობლემა. რატო ვარ ასევე გაბრაზებული ნეთანიაჰუზე? იმიტომ, რომ როცა იმ სატელეფონო საუბრის შემდეგ და არა მხოლოდ იმ სატელეფონო საუბრის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ნეთანიაჰუმ დათანხმდა და მან დააბრუნა ისრაელის თვითმფრინავები, რადგან ისინი ბეირუთისკენ მიდიოდნენ ოპერაციაზე ბეირუთში. ახლა უკვე ვიცით, რომ ეს სიმართლეა, ის თვითმფრინავები ბეირუთში არ ჩასულან. ასე რომ ეს ვიცით. ჩვენაც კი ვიცით, აფრინდნენ თუ არა ისინი. ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ გამოცხადდა, თითქოს ეს უნდა გაგვეკეთებინა და არ გაგვიკეთებია. კარგი. ეს ნიშნავს, რომ ეს ეხლა შეთანხმდა ამაში. და რატო? ამასობაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ლიბანის მთავრობასა და ისრაელის მთავრობას შორის. შუამავლების მეშვეობით ვაშინგტონში ლიბანსა და ისრაელს შორის სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე. რადგან თითქოს და ჩვენ ვიცით, რომ ეს ასეა, რომ ორივესთვის, რომ ჰეზბოლა ორივეს მტერია, როგორც ისრაელის, ასევე ლიბანის. მან ლიბანზე სრულად აიღო კონტროლი. და მიუხედავად ამისა, ლიბანის მთავრობა უარს ამბობს ისრაელთან შეხვედრაზე, სურს, რომ ისრაელი სამხრეთ ლიბანიდან გავიდეს. და მე ვერ ვიგებ ამას. კარგი, უბრალოდ ყველაზე გაბრაზებული ვარ, იმიტომ რომ იცით რა, ჯანდაბაში წასულიყვნენ. ისინი უნდა დაიჩოქონ და მადლობა გადაუხადონ ისრაელს იმ საქმის გაკეთებისთვის, რომელსაც ლიბანის არმია ან უარს ამბობს, ან ძალიან სუსტია რომ გააკეთოს. პირველ რიგში გაბრაზება შეგიძლია, მაგრამ გონია რომ შენი გაბრაზება არასწორად არის მიმართული. პირველ რიგში რაც თქვი, ცოტა უფრო დელიკატურად უნდა გეთქვა. ლიბანის პრეზიდენტი უარს ამბობს ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე. მაგრამ იმის თქმა, რომ ეს ორი მთავრობა ერთმანეთს არ ესაუბრება, სიმართლე არ არის. ისინი ესაუბრნენ ერთმანეთს, უკვე 4 თუ 5 რაუნდი მოლაპარაკებები ჰქონდათ ვაშინგტონში სხვადასხვა დონეზე და არსებობს სამშვიდობო პროცესი ისრაელსა და ლიბანს შორის. და ძირითადად ეს ძალიან კარგად ითქვა, ვფიქრობ, გუშინ კონგრესში, სახელმწიფო მდივან რუბიოს მიერ,
რომელმაც თქვა, რომ თუ ჰეზბოლა იქ არ იქნებოდა, ალბათ უკვე მშვიდობა იქნებოდა ისრაელსა და ლიბანს შორის. საზღვის დავა არ არსებობს, სერიოზული დავა არ არის, ჩვენ შეგვიძლია ძალიან სწრაფად მივახციოთ სამშვიდობო შეთანხმებას. პრობლემა არის ჰეზბოლა, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს იმას თუ რატო უნდა იყოს ჰეზბოლა ამოღებული ამ განტოლებიდან. რადგან თუ ჰეზბოლას ამოიღებთ განტოლებიდან, თქვენ არა მხოლოდ ისრაელის პრობლემას აგვარებთ, არა მხოლოდ დასავლეთის პრობლემას აგვარებთ. ჰეზბოლა არის დასავლური ღირებულებების, დასავლური საზოგადოებების და დასავლური ქვეყნების მძვინვარე მტერი. მაგრამ თქვენ ასევე ლიბანის ხალხსაც სიკეთეს უკეთებთ. ათავისუფლებთ მათ ამ ირანის ტერორისტული მარიონეტი დაჯგუფებისგან, რომელიც მათ ქვეყანას იკავებს. მეორე რაც მოხდა, სულ ერთი კვირის წინ ჰეზბოლამ ღიად მოუწოდა. გამოვიდა და თქვა, რომ ღიად მოუწოდებს ლიბანის მთავრობის დამხობისკენ. ამიტომ აქ არავინ უნდა იყოს იმ აზრზე, რომ ჰეზბოლა მხოლოდ ისრაელისა და ამერიკის მტერია. ჰეზბოლა ლიბანისა და ლიბანის ხალხის მტერიცაა. მოდით ვივარაუდოთ, აქსესის ანგარიში მოცემული ყველა დეტალის უპირობოდ მირების გარეშე, რომ ნეთანიაჰუსა და ტრამპს შორის მართლაც რთული საუბარი იყო. მინდა გითხრათ, იცით, მე ის ადამიანი ვარ, ვინც მოყვარული ისტორიკოსია, დიახ. ჩერჩილს მეორე მსოფლიო ომის დროს უსასრულო გამათები ჰქონდა რუზველტთან სხვადასხვა საკითხებზე. დეი-დეის დროის შესახებ, ტორჩის დროის შესახებ. სად უნდა მომხდარიყო, იცით, შეჯა. მართლა საფრანგეთის გავლით უნდა ყოფილიყო თუ საბერძნეთიდან უნდა ამოსულიყვნენ და ამ გზით შეეჩერებინათ რუსები აღმოსავლეთ ევროპაში შესვლისგან. ამდენი უთანხმოება იყო. და როცა მისი კაბინეტის წევრები, ბრიტანეთის კაბინეტის წევრები, ჩერჩილს უჩიოდნენ იმაზე, რასაც ამერიკელები ბრიტანელებს აიძულებდნენ გაეკეთებინათ. ჩერჩილი ამბობდა, იცით, არსებობს ერთი რამ, რაც უფრო ცუდია ვიდრე მოკავშირეებთან ურთიერთობა. და ეს არის საერთოდ მოკავშირეების არქონა. და პრეზიდენტი ტრამპი იყო ერთ-ერთი საუკეთესო თუ არა საუკეთესო პრეზიდენტი ისრაელისთვის. ის იყო სანდო მეგობარი, მოკლესიას ჩამოთვლი. მან იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ში საელჩე იქ გადაიტანა. მან აღიარა ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის ზეგანზე. მან აბრაამის სამშვიდობო შეთანხმებებს ორგანიზება გაუწია და გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ შეთანხმებების მიღწევაში. მან გაუმჯობესა სამხედრო ურთიერთობები, მან გაუმჯობესა სადაზვერვო ურთიერთობები. სია გრძელდება და გრძელდება. ეს ადამიანი მეგობარია. ის ფაქტი, რომ ის ისრაელის მთავარ მტერს ამერიკის ფრად მიიჩნევს და მზად არის რაღაცა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით, ხოსია, თეთრ სახლში ესეთი კარგი მეგობარი არასდროს ჰყოლია. ამიტომაც გითხავდით, უკეთესია გყავდეს მეგობარი, რომელთანაც ზოგჯერ არ ვეთანხმებით. თუ უკეთესია, რომ ასეთი მეგობარი არ ყავდეს ვაშინგტონში. და რა თქმა უნდა, უკეთესია გყავდეს ასეთი მეგობარი. ბოლო საკითხი. და ეს არის ის, რასაც ისრაელის მოწინააღმდეგე ადამიანები უბრალოდ ვერ ხვდებიან. და მადლობა ღმერთს, რომ ხვდებიან. ის ადამიანები ვაშინგტონში, რომლებიც ფიქრობენ, რომ იცით, ისრაელებთან ძალის პოზიციიდან უნდა მიხვიდე, უნდა დაემუქრო და მე მიიღებ იმას, რაც გინდა. არა. როცა ისრაელთან ძალის პოზიციიდან მიდიხარ, ისრაელელები უბრალოდ, იცით, ამბობენ, არა? ისინი იციან, როგორ თქვან არა. ჩვენ ვიცით, როგორ თქვათ არა ისრაელში. თუ ვფიქრობთ, რომ ამერიკელები უსამართლოდ გვექცევიან. რა პრობლემაა ნეთანიაჰუს დონალდ ტრამპთან? რომ ტრამპი ესეთი კარგი მეგობარი იყო და ყოველთვის გვერდში ედგა ისრაელს, გვიცავდა გაეროში, გვაძლევდა საჭირო აღჭურვილობას ომისთვის და ასე შემდეგ. როცა ის ესეთი კარგი მეგობარია, ეს სინამდვილეში მას ჩვენზე ბევრად მეტ გავლენას აძლევს. ეს ცოტა ცოლ-ქმარს გავს, ხომ ასეა? ორი ადამიანი გადაწყვეტს ერთად გაატაროს ცხოვრება. თითოეულმა მათგანმა, რომ ქორწინება და ურთიერთობა იმუშაოს, უნდა დათმოს რაღაცები. მიწევს დედამთილთან სტუმრობა, მაშინაც კი როცა შეიძლება არ მინდა ამის გაკეთება. მაგრამ ეს არის ყველას ბედნიერების შენარჩუნების ნაწილი. და თუ თქვენ გაქვთ მჭიდრო ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, ისრაელსაც აქვს მჭიდრო ურთიერთობა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, გავითვალისწინოთ, როცა პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ დროა დედამთილს ვესტუმროთ. კარგი, მოусმინე, მე გეთახმები. და ამიტომ არავინ ყოფილა პრეზიდენტ ტრამპისა და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს უფრო დიდი დამცველი ვიდრე მე. ჩემს წერილებში, ჩემს ინტერვიუებში, ჩემს მეგობრებთან საუბარში, ამ პოდკასტში და სწორედ ამიტომ ვარ ეხლა გაბრაზებული. და ის რაც თქვი სწორია, დიახ, დათმობები, აბსოლუტურად. იცი, ვინ უნდა აკეთებდეს დათმობებს ეხლა? ირანი, ისლამური რესპუბლიკა. მოულოდნელად ამ ყველა საოცარი გამარჯვების შემდეგ, ერთობლივი გამარჯვებების, შეერთებული შტატებისა და ისრაელის, სამხედრო გამარჯვებების, ეკონომიკური ზეწოლის, სხვადასხვა სახის გამარჯვებების, ლიბანში და ღაზაშიც. მოულოდნელად, არა, მოდი მოусმინოთ, რას ამბობენ ისინი. მოდი მოусმინოთ, რას ამბობენ ისლამისტი მკვლელები.
და ისინი ამბობენ, არა, ჯერ გავაფორმებთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. და ამ ურთიერთგაგების მემორანდუმში ჩვენ ვაპირებთ, პირობებს უკარნახებთ და მერე როცა ამას მოვაწერთ ხელს, კიდევ 60 დღე, კიდევ ერთი ცეცხლის შეწყვეტის პირობებში დაველოდებით. ისინი უბრალოდ თავიდან იკრიბებიან და აღდგენას იწყებენ. და კიდევ ერთხელ, ერთი რამ, რასაც შეერთებული შტატები ვერ ხვდება მთელი კარგი განზრახვების მიუხედავად, არის ის, რომ ახლო აღმოსავლეთი ჩვეულებრივი მოლაპარაკება არ არის. მით უმეტეს უძრავი ქონების გარიგება. და ამ შემთხვევაში თქვენ გყავთ ბოროტი მტერი, რომის მიზანიცაა თქვენი განადგურება არა მხოლოდ ისრაელის, არამედ ამერიკისაც, სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს. და ჰეზბოლა მისი მარიონეტია. ამიტომ ტრამპმა არ უნდა გვითხრას, არ ვიცი, არ უნდა ჩვენ კარგი საუბარი გქონდა ჰეზბოლასთან ჩვენი წარმომადგენლების მეშვეობით, რომ შეწყვიტონ სროლა. არა. და სხვათა შორის კიდევ ერთი რამ და ეს არის ჩემი კრიტიკა ამერიკის მთავრობის მიმართ და ჩემი კრიტიკა ისრაელის მთავრობის მიმართ. ეს ნიშნავს იმას, რომ არა სინამდვილეში ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ქალდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი, რამდენიმე ღამის წინ, როცა ინტერვიუ მისცა და მას სწორედ ამ საკითხზე კითხეს ვაშინგტონსა და იერუსალიმს შორის. და რა უპასუხა მან? ჩვენ ერთ აზრზე ვართ, ჩვენ შევცვალეთ განტოლება. ადრე განტოლება ესეთი იყო. და ეხლა განტოლება ასეთია, თუ ისინი დაგვესხმებიან თავს, გვაქვს პასუხის გაცემის უფლება. არა, ბოდიში. თუ 7 ოქტომბერმა რამე გვასწავლა, ეს ისაა, რომ რასაც ჩვენ კონტროლს უწოდებთ, კონცეფცია უნდა გადავყაროთ ფანჯრიდან და ნაგავში მოვისროლოთ. და არ ვიცი რა. არა, თუ ისინი დაგვესხმებიან თავს. არა, მოდი მოკლან, როცა მოკლავენ. მერე გვაქვს პასუხის გაცემის უფლება. ეს რას ნიშნავს საერთოდ? არა, რაც უნდა გავაკეთოთ, ინიციატივა უნდა ავიღოთ. ინიციატივა და ტერორისტული ინფრასტრუქტურა გავანადგუროთ. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ისინი, რისკენაც მივდიოდით. და ეს იყო ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებდა ირანში და ისინი დაკავშირებულები არიან. მაგრამ ეხლა ირანი და ჰეზბოლა ლიბანში ისე აკავშირებენ, თითქოს კარგი ვერ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ირანთან, თუ თქვენ ჰეზბოლას ლიბანში დაუპირისპირდებით. ამიტომ, როგორც ტრამპი იტყოდა, საშინლად გაბრაზებული ვარ ამაზე. ამიტომ შენს იცი ენას არ გამოვიყენებ. ეს ჩემი სტილი არ არის. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ არა. მაგრამ ამას ვიტყვი Ruthie Bloomie. შენ უგულებელყოფ იმას, რაც მიღწეულია. და მოდი ლიბანზე კონკრეტულად ვისაუბროთ, ხო ესეა? 2023 წლის 7 ოქტომბრამდე ჰეზბოლას შოკური ჯარები, რადვანი. ეს იყო მათი ვაფენ-ესესივით ელიტური მკვლელი ძალები. დიახ, მათი ელიტური დანაყოფები პირდაპირ ჩვენ საზღვარზე იყვნენ. მათ გათხრილი ჰქონდათ გვირაბები ისრაელში. ისინი მზად იყვნენ გაეკეთებინათ ის, რაც ჰამასმა გაგვიკეთა სამხრეთში, იგივე შეეძლოთ გაეკეთებინათ ჩრდილოეთშიც. მათ 10,000-ობით ჰქონდათ, ფიქრობ რიცხვი იყო 150,000 რაკეტა, რომლებიც ისრაელის მოსახლეობის ცენტრებისკენ იყო მიმართული. ისინი მტრები იყვნენ. და ისრაელი, მოდით გულწრფელად ვთქვათ, ისრაელი, რადგან ვიცოდით, რომ ჰეზბოლასთან ომი ძალიან რთული იქნებოდა, ძალიან თავს იკავებდა სიტუაციის გამწვავებისგან. ძალიან. და იყო კონკრეტული შემთხვევა, მახსოვს ომამდე რამდენიმე თვით ადრე, როცა ჰეზბოლამ ჩვენი საზღვრის მხარეს კარავი დადგა. და უნდა დაეშალა ისრაელს ეს კარავი თუ არა. და ეს ყველაფერი საზღვარზე მდგარ კარავს ეხებოდა. და რამდენიმე ადამიანი მოკლეს, ხო? და ღირს თუ არა, დიდი ომის დაწყება ესეთი პატარა, ხო იცით, პროვოკაციის გამო. ეხლა სად ვართ დღეს, ხო ესეა? ისრაელის ძალები მთელ სამხრეთ ლიბანში არიან, ლიტანიის მდინარის იქით. ჩვენ ბოლო რამდენიმე კვირაში ასობით ჰეზბოლას ტერორისტი, ჰეზბოლას მებრძოლი და ჰეზბოლას მეთაური მოვკალით. ჩვენ დავანგრიეთ ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა, ჩვენ ძლიერად დავარტყით მათ, ძალიან ძლიერად დავარტყით. ჩვენ როგორც სამხედრო ძალა. ჰეზბოლა ეხლა მხოლოდ მცირე ნაწილია იმასთან შედარებით, რაც 3 წლის წინ იყო. რადგან ისრაელი ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად ასუსტებს ჰეზბოლას. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ლიბანის მთავრობა ეხლა ამბობს ისეთ რამეებს, რასაც ადრე არასდროს ამბობდა, არის ის, რომ ჰეზბოლა ბევრად უფრო სუსტია. გულისხმობ, ადრე, თუ ლიბანის პრეზიდენტი იტყოდა, რომ ისრაელთან მოლაპარაკებებს დაიწყებდა, როგორც ახლა ვაშინგტონში ვხედავთ, ჰეზბოლა მას მაშინვე მოკლავდა. ეს არის სიმართლე. ჰეზბოლა ისევ იქ არის. ჰეზბოლა ისევ საშიშია. ჰეზბოლა ისევ ბოროტია.
ჰეზბოლას ისევ აქვს იარაღი, მაგრამ ეს მისი წარსული ძალის მხოლოდ მცირე ნაწილია. და ეს არის დიდი ისრაელის გამარჯვება, რაც ქმნის პოლიტიკურ პოტენციალს, რადგან, როგორც იცით, ყოველთვის ჰეზბოლა იყო ძალიან ძლიერი და ლიბანის სახელმწიფო ძალიან სუსტი. მაგრამ იმის გამო, რასაც ისრაელი აკეთებს, ჰეზბოლა დასუსტა. ასე რომ, შედარებით, ლიბანის სახელმწიფო გაძლიერდა, ამერიკა თანამშრომლობს ამ ახალ ლიბანურ ხელმძღვანელობასთან და შესაძლებელია, რომ ისრაელს კიდევ მოუწიოს სამხედრო ქმედებების განხორციელება. მაგრამ ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად თამაშის წესები ლიბანში იცვლება. ისრაელის სასარგებლოდ, ამერიკის სასარგებლოდ და რაც ყველაზე მთავარია, ბევრ შემთხვევაში ლიბანის ხალხის სასარგებლოდ, რომლებიც ბოლოს და ბოლოს დაიბრუნებენ საკუთარ ქვეყანას. კარგი, მე ვეთანხმები თითოეულ სიტყვას, რაც ახლა თქვით. და სწორედ ამიტომ ვარ განსაკუთრებით გაბრაზებული. იმიტომ რომ ამ ყველაფრის პროგრესითა და ჩვენი გენიალურობით, ბიპერის ოპერაციითა და ყველა მკვლელობით, ლიდერობით, იმავე საოცარი ოპერაციებით ირანში და ყველაზე დიდი მკვლელის ლიკვიდაციით და ასე შემდეგ, ჩვენ წარმოუდგენელი პროგრესი მივაღწიეთ. ყველაფერი რაც თქვი, აბსოლუტურად მართალია. ესე რომ ეხლა იმპულსს დავკარგავთ, ეხლა ჩვენ მივცემთ მათ იმ ტარაკნებს, იმ ტერორისტ ტარაკნებს, ხელახლა აშენების საშუალებას. მოусმინე, შენ და მე ორივემ ვიცით, რომ ისლამისტები სანამ გადარჩენის შანსი აქვთ, სანამ უკანასკნელი მათგანი ცოცხალია, საკუთარ თავს გამარჯვებულებად მიიჩნევენ და ასე იქცევიან. და ყველაზე ცუდი, რაც ესეთ სიტუაციაში შეგიძლია გააკეთო, არის ის, რომ თქვა, კარგი, მოდი მოვილაპარაკოთ. არა. შეევედრები, დაანებდები და მერე აღარ მოკლავთ. კარგი, დაანებდები და მერე აღარ გავანადგურებ ჩვენს ეკონომიკას. დაანებდები და მისცემ შენს ხალხს თავისუფლებას ირანში და ლიბანში და მერე დაჯილდოვდები. მანამდე არა. და ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები, ეს ყველაზე ცუდი რამეა. ეხლა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მეტი სამხედრო მოქმედებაა საჭირო. შეიძლება არა, კარგი, შეიძლება მეტი ეკონომიკური ზეწოლაა საჭირო. ამაში მე პოლიტიკას არ ვადგენ. მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ არავით არის ბირთვული იარაღი, არავით არის ურანი, გამდიდრებული ურანი და ასე რომ სხვათა შორის მან თქვა ინტერვიუში თავის სიძესთან Fox News-ზე შაბათს აღამოს, თქვა რომ მათ უკვე შეთანხმდნენ, კარგი რომ არ აშენებენ ბირთვულ იარაღს და სხვათა შორის არ შეიძენენ მას. მაშ როგორი გარიგება იქნება თქვენთვის კარგი? პირველ რიგში არ არსებობს ისეთი გარიგება, რომელიც საკმარისად კარგია, რადგან მედია ამას გააშუქებს. და ჩვენ ვაკეთებთ შესანიშნავ გარიგებას. ჩვენ ამას შესანიშნავ გარიგებად ვაქცევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ დავბრუნდებით და სამხედრო გზით დავასრულებთ. მაგრამ ასე უფრო სწრაფად წავა. ალბათ ჰუმანური თვალსაზრისითაც უკეთესია. ამაში რაღაც სასიამოვნოც არის. იცით, ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ. მიუხედავად იმისა, მეორე მხარეა თუ არა, ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენთ. მაგრამ ძალიან კარგ შეთანხმებასთან ახლოს ვართ და თუ შევძლებთ, კარგი იქნება, თუ არა, მაშინ უბრალოდ ომის დეპარტამენტზე გადავდივართ, როგორც ჩვენ ვეძახით. შევნია შეთანხმება მივიღო, რადგან ხელმოწერისთანავე შეგვიძლია სრუტის გავსნა. ერთი გარანტია, რაც აუცილებლად უნდა მქონდეს, არის ის, რომ ბირთვული იარაღი არ იქნება. მათ ამას დათანხმდნენ და ეს ძალიან საინტერესო იყო. მათ თქვეს, თავდაპირველად თქვეს, ბირთვული იარაღს არ შევიმუშავებთ. მე ვკითხე, კარგი, მაგრამ რა მოხდება თუ ბირთვული იარაღს იყიდით? ეხლა წერია, რომ ჩვენ არ შევიმუშავებთ და არც არანაირად შევიძენთ სამხედრო იარაღს, ეს დიდი განსხვავებაა. ხედავთ, ეს უკვე მივიღეთ მათგან. არა, მათ ყოველთვის უარყვეს, რომ ბირთვული იარაღის მიღება სურდათ. ირანის რეჟიმი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ბირთვული ენერგია მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის სურდა. ახლა რა თქმა უნდა, ეს ტყუილია და ჩვენ ვიცით, რომ ეს ტყუილია და ასე შემდეგ. და ტრამპმაც იცის, რომ ეს ტყუილია. ასე რომ, ჩათვლით ამას ურთიერთგაგების მემორანდუმში დათმობათ, რაც შეიძლება მათ გაყინული თანხების განთავისუფლებას ან რამე მსგავს მოუტანდეს. ჩემი აზრი ისაა, რომ ყველაფერი რაც თქვით, 100%-ით სიმართლეა. ეხლა არ არის დრო, გაჩერდეთ და თქვათ, კარგი, ესენი ძლიერი არმიებია, ისრაელი და შეერთებული შტატები. სხვათა შორის ირანი ბოლო რამდენიმე დღეში და გუშინ ბლიცით უტევს ქუვეითს და ბაჰრეინს. სპარსეთის ყურის რეგიონსაც უტევენ. და რატო აკეთებენ ამას? ჩვენ ვიცით, რატო აკეთებენ ამას, რადგან სურთ, რომ იმ ქვეყნებმა უთხრან ტრამპს, კარგი, უკვე შეწყვიტე. უბრალოდ შეთანხმდით მათთან, რადგან ხედავენ, რომ ტრამპი რეალურად არაფერს აკეთებს. მართალია აშშ-მ ჩაჭრა რაკეტები და იბრძვის,
მაგრამ რა ჯანდაბაა, ბოდიში მარკ, მათ ირანი ესხმის თავს, მაშინ როცა მოლაპარაკებებს აწარმოებენ მათთან და ჰეზბოლასთან. ბოდიში, მაგრამ ეს ნამდვილად ომის მიზეზია. თუ ოდესმე ასეთი რამ მინახავს. ასე რომ მართალია ირანელები ესხმიან თავს სამიზნეებს სპარსეთის ყურეში, მაგრამ მოდი გულწრფელად ვთქვათ, ამერიკელებიც არც თუ ისე უდანაშაულოდ იქცევიან. როცა ისინი ხედავენ, რომ ირანელები რაღაცას აკეთებენ, რაც არ მოსწონთ, მოქმედებენ და ჩაძირავენ ირანულ გემს, ან შეუტევენ ირანულ სამიზნეს. და ასე იქცევიან თელ სპარსეთის ყურეში. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ სპარსეთის ყურეში მუდმივად მიმდინარეობს ამგვარი გამოფიტვის ომი, ან დაბალი ინტენსივობის ბრძოლა, ეკონომიკურ ზეწოლასთან და ბლოკადასთან ერთად. და ყოველდღე ირანი უფრო სუსტდება. ყოველდღე მღემად ნაკლები ფული აქვთ დასახარჯად. და იქ პრობლემებია. და იგივეა ლიბანში ჰეზბოლასთან დაკავშირებით, რომელიც გადის ჰეზბოლას ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე რთულ პერიოდს. მათი ყველაზე რთული პერიოდი. და თუ შევხედავთ ლიბანის შიდა მდგომარეობას, ლიბანში ქრისტიანული საზოგადოება ჰეზბოლას წინააღმდეგია. ეს საოცარია და ეს კარგია, რომ სუნიტი მუსლიმების საზოგადოება ჰეზბოლას წინააღმდეგია. შესანიშნავია, რომ დრუზების საზოგადოება ჰეზბოლას წინააღმდეგია, ეს შესანიშნავია. მაგრამ ნამდვილი რევოლუცია ის არის, რომ შიიტების საზოგადოება, რომელიც ადრე ჰეზბოლას, იცით, მთავარი საკრდენი იყო, მათ შეეძლოთ 100%-იან, ან თითქმის 100%-იან ხარდაჭერაზე დაეღდნონ. ყველა ბოლო ანგარიში აჩვენებს და სუნიტები, ბოდიში, შიიტები, რომლებიც ლიბანის მოსახლეობის დაახლოებით 40% შეადგენენ, რომ ჰეზბოლას თავის მთავარ საკრდენში უზარმაზარი ბზარები უჩნდება მხარდაჭერის დონეში. უფრო და უფრო მეტი შიიტი ადამიანი დგება და ამბობს, ჰეზბოლა უნდა შეწყვიტო ეს. ჰეზბოლა შენ აღარ ემსახურები მიზანს. ჰეზბოლა შენ უფრო მეტ ტკივილს აყენებ შიიტურ საზოგადოებას, ვიდრე სარგებელს. და ეს ხდება ისრაელის სამხედრო მოქმედებების გამო. და შეიძლება მოგვიწიოს ამის გაგრძელება, მაგრამ ვამბობ, რომ ჩვენი ზეწოლა და პოლიტიკური სიტუაცია პოზიტიურ მიმართულებით ვითარდება. და უნდა ვიყოთ, რასაც ვამბობ, ზოგჯერ მგონია, რომ ეს იყო ლენინი ბოლშევიკურ რევოლუციაში. ერთხელ ჩვენს პოდკასტში ტროცკიც მოვიყვანეთ ციტატად. და ამჯერად საბჭოთა სახელმწიფოს მამად წოდებულ დამფუძნებელს დავემოწმებ, რომელმაც თქვა, ერთი ნაბიჯი უკან, ორი ნაბიჯი წინ. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, შეგიძლია ტაქტიკური უკანდახევა გააკეთო, რომ წინ წახვიდე და მიზანს მიაღწიო. ვფიქრობ, ნეთანიაჰუ ასე უყურებს სიტუაციას. ის აქ დათმობაზე წავა და ასე იქნება ტრამპთანაც, ხომ ასეა? მაგრამ მთავარი იდეაა, რომ ყურადღება მიზანზე კონდეს და მიზანს მიაღწიო. და აქ მინდა ბოლო რამე ვთქვა, ნეთანიაჰუს ნამდვილად არ გულისხმობ, მაგრამ ტრამპი, როცა მას სიტყვა უთქვამს და ირანის ლიდერობაზე უსაუბრია, ირანის ლიდერობაზე ისე უსაუბრია, როგორც არც ბაიდენს, არც ობამას, არც ჯორჯ ბუშს არასდროს უსაუბრიათ. ისინი ყოველთვის ბევრად თავაზიანები იყვნენ. ტრამპს ისინი ფანატიკოსები უწოდებია, შეშლილები უწოდებია, მკვლელთა სექტა უწოდებია, ესე მგონია, ხო? მე არ მგონია, რომ ტრამპს ილუზიები აქვს, იმასთან დაკავშირებით, ვისთანაც საქმე აქვს. შეიძლება სხვა ამერიკელ ლიდერებს ჰქონდათ ესეთი ილუზიები, ტრამპს ესეთი ილუზიები არ აქვს. და ვფიქრობ, ეს მართალია, რომ ის, როგორც იცით, პოლიტიკაში წასვლამდე უძრავი ქონების დეველოპერი იყო. მაგრამ იმედი მაქვს, ეს მისცემს მას მოლაპარაკების უნარებს, რომ ამ მიმდინარე იცით ირანთან ომში საუკეთესო შედეგი მიიღოს. ვფიქრობ, მას ამის პოტენციალი აქვს, მაინც მიუხედავად იმისა, რომ აქსიოსის მიხედვით მან ჩემი პრემიერ-მინისტრი და ჩემი ქვეყანა შეურაცხო, დიახ. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს მთელი კრიზისი ირანთან საბოლოოდ კარგი იქნება ისრაელისთვის, კარგი იქნება ამერიკისთვის, კარგი იქნება მსოფლიოსთვის და შესაძლოა კარგიც კი იყოს ირანის ხალხისთვის. კი, ნამდვილად ასეა, იმედი მაქვს და ერთი ოპტიმისტური ნიშანი ის არის, რომ წარსულში ხოში ყოველ ჯერზე, როცა აქსიოსმა გამოაქვეყნა აბსურდული ანგარიში იმის შესახებ, თითქოს და ამის შემდეგ იყო 28 თებერვალი, როდესაც ერთობლივი ოპერაცია ირანში ჩატარდა. ასე რომ სინამდვილეში შესაძლებელია, რომ ის რაც ხდება, შენ და მე უნდა ვაღიარო, არ მაქვს წარმოდგენა რა ხდება. და მხოლოდ იმიტომ, რომ ტრამპი ამას და იმას ამბობს, ზოგჯერ უბრალოდ გვატყუებს. შეიძლება არც გვატყუებს, არ ვიცით. და გასაკვირად ცოტა ინფორმაცია ჟონავს. აქსიოსის ანგარიში სინამდვილეში მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს გაჟონვად, თუ ეს საუბარი მართლაც შედგა. სხვა შემთხვევაში ეს ტყუილია და არა გაჟონვა. ანუ შეგიძლია კალბი ამბავი გააჟონო და ვინც ეს გააკეთა. მაგრამ მე ვიტყვი, მართლა იმედი მაქვს, რომ მართალი ხარ. და ეს ყველაფერი უბრალოდ ვამბობ, რომ არანაირი პრობლემა არ მაქვს იმაში, რომ ნეთანიაჰუმ ტრამპს დათმობები გაუპეთოს.
მე კი პრობლემა მაქვს იმაში, რომ ტრამპი და ნეთანიაჰუ დათმობებზე მიდიან თეირანის, ჰეზბოლას, ჰამასის და ფათახის მიმართ. ეს დიდი განსხვავებაა, როცა ქმარსა და ცოლზე ამბობ. კარგი, ეს ერთი და იგივე არ არის. ჩვენ უნდა ვიხოთ უკიდურესად ფრთხილები, რადგან ყოველი შეცდომა, რომელიც დათმობისკენ გადავდგით, სერიოზულ შედეგებს იწვევს. ან ვიტყოდი, რომ ამ მტრებთან გათვლილი რისკები პირდაპირ მიგვიყვანა 7 ოქტომბრის მასაკრამდე. და ჩვენ არ ვიცი, როდის შევძლებთ ამისგან გამოჯამრთელებას. კარგი. ეხლა გიპასუხებთ მინდა დავბრუნდე საუბარზე ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის, რომელიც თითქოს გაჟონა. ან არა გაჟონა. მაგრამ აქსიოსმა გამოაქვეყნა ეს ანგარიში, რომ საუბარი განსაკუთრებით მკაცრი იყო. სწორია ეს სიტყვა. მოკლედ, განსაკუთრებით მკაცრი ენა. და ირონიულად, პარადოქსულადაც კი შეიძლება ეს ორივე ლიდერს აწყობდეს. მინდა აგიხსნათ რატომ. ცხადია, იცით, ირანელები ტრადიციულად ფიქრობდნენ, რომ თუ ისრაელი და ამერიკა ერთმანეთს ებრძვიან, ეს მათთვის კარგია. თუმცა დღეს შეიძლება ისინი ღელავენ იმაზე, რაც თქვენ თქვით, რომ ბოლოს, როცა ამერიკელი და ისრაელი ლიდერების დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მეორე დღეს მოუჩნელად მათ დოდნელად მათ თავს დაესხნენ. ასე რომ ვიმედოვნებ, რომ ისინი ამასაც ფიქრობენ. მაგრამ ტრამპის პერსპექტივიდან, იცით, თუ გაჟონავს ან გავრცელდება ინფორმაცია, რომ მან ნეთანიაჰუს მკაცრად უთხრა, ეს ტრამპისთვის კარგია. ის აჩვენებს თავის ლიდერობას. მას აკრიტიკებენ სხვადასხვა ადამიანები, რომლებსაც ისრაელი განსაკუთრებით არ უყვართ. ამბობენ, რომ ნეთანიაჰუ ცხვირით ატარებს და ის უბრალოდ ნეთანიაჰუს ლაქია. ახლა კი ის აჩვენებს ამას მსოფლიოს, აჩვენებს ამერიკას და აჩვენებს თავის ამომრჩევლებს. ის იღებს გადაწყვეტილებებს და ეუბნება ნეთანიაჰუს რა შეუძლია და სწორადაც. ასე რომ ტრამპისთვის ეს კარგია. პარადოქსულად შეიძლება ეს საუბარი ნეთანიაჰუსთვისაც კარგია. რადგან ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ხომასია ყველა ეუბნებოდა ნეთანიაჰუს, მისი ოპოზიცია, დიახ, ლაპიდი, ბენეტი და აიზენკოტი, ყველა ეს ადამიანი და ლიბერმანი, ვისაც ნეთანიაჰუს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ჩამოშორება სურს, დიახ, მომავალ არჩევნებში. მაგრამ ისინი ამბობენ, ნეთანიაჰუ ტრამპის თოჯინა გახდა. ის ტრამპის მონადი ქცა. რო ტრამპი ეუბნება ნეთანიაჰუს ახტი და ნეთანიაჰუ პასუხობს, რამდენად მაღლა. და რომ ის ისრაელს ხელებს უკავებს და ჩვენ ვასალურ სახელმწიფოდ ვიქეცით. და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვასალური სახელმწიფოს ლიდერია და თანაც მონდომებული ვასალია. და რადგან ტრამპი ესეთი კარგი მეგობარია ისრაელისთვის, ისრაელს სხვა გზა აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ ზუსტად ის მიიღოს, რასაც ის გვეუბნება, ხომ ასეა? და შემდეგ ნეთანიაჰუსაც, ის ასევე ეხმარებოდა ნეთანიაჰუს იურიდიულ საკითხებში და სხვა საკითხებშიც, და ამიტომ ნეთანიაჰუ გახდა უძლური ლიდერი, რომელსაც ისრაელის სასიცოცხლო ინტერესების დაცვა არ შეუძლია. ეს არის ოპოზიციის ნარატივი. ასე რომ ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის განსხვავებული საუბრის შესახებ ცნობები, კარგია ტრამპისთვის, რადგან ტრამპს შეუძლია თქვას, მე ვმართავ ყველაფერს, ხომ ასეა? არავინ კარნახობს რა გავაკეთო. მე ხომ მძღვანელობ? მაგრამ ნეთანიაჰუს შეუძლია ისრაელ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდოს და ისრაელის ხალხს უთხრას, მოусმინეთ, ტრამპი შესანიშნავი მეგობარია, მაგრამ როცა საჭიროა, ისრაელის ინტერესებს ვიცავ. ასე რომ პარადოქსულად ეს აქსიოსის ანგარიში, რომელიც როგორც ჩანს სულ მცირე, ისრაელში ძალიან მაღალი თანამდებობის პირებმა თქვეს, რომ გადაამოწმეს ამბავი და ამბობენ, რომ ეს ამბავი არასწორია. არასწორია, შეცდომიანია. მათ არ უთქვამთ, რომ ეს კალბი ამბავია. არ უთქვამთ, რომ ეს კალბი ამბავია. თქვეს, რომ არასწორია, მაგრამ ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ საუბარი დაძაბული იყო და იქნებ ტრამპმა არ გამოიყენა ეს სიტყვა. ამიტომაც არის არასწორი, ხომ ასეა? იცი, ნეთანიაჰუ არასდროს იყენებს იმ სიტყვას. შენ დიდი ხანია იცნობ მას და უნდა ვთქვა, ნეთანიაჰუს არასდროს მომისმენია მისგან ის სიტყვა ან მსგავსი სიტყვა ებრაულად. ის ძალიან შეკრული და ღირსეულია თავის ქცევაში, ხოლო ტრამპი თავისუფლად იქცევა. კარგი, მართალი ხარ. ის ნიუ-იორკის უძრავი ქონების დეველოპერი იყო და მისი ლექსიკაც ამას ასახავს. და ეს ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ნამდვილად ვიცი, ნეთანიაჰუს არასდროს უთქვამს მსგავსი რამ, მიუხედავად იმისა, რამდენად მკაცრი იყო ან არ იყო საუბარში. ვიცით, რომ მან არ იგინება. მაინც, მარკ, ყველაფერი რაც თქვი სწორია, გარდა იმისა, რომ ისევ და ისევ შენ ყველაფერს გეოსტრატეგიაზე ამახვილებ. უნდა გაითვალისწინო, რომ გეოპოლიტიკა ყველა სიტუაციაში ერთნაირი არ არის. ეს იგივე არ არის, როგორც საბჭოთა კავშირთან. იცი, ბერნარდ ლუისი, რომელიც უკვე აღარ არის ცოცხალი, ხშირად ამბობდა, რომ ეს იგივე არ არის, როგორც ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთგარანტირებული განადგურება. რატომ?
იმიტომ რომ ისლამისტებს თეირანის რეჟიმს ეს არ აინტერესებს. თეირანის რეჟიმის სიამოვნებით და მართლაც სწირავს საკუთარ ხალხს იმისთვის, რომ მე-12 იმამი ზეცაში აღზევდეს ან რაც არ უნდა იყოს ეს. და ჩვენ ეს ვნახეთ და მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ საკუთარი ხალხის დახოცვაში, იმ ხალხის, ვინც დრამზე იყო დამოკიდებული. და ტრამპმა თქვა, დახმარება გზაშია. და ნება მომეცით კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება. და მნიშვნელოვანია ამის თქმა, განსაკუთრებით დასავლელებისთვის, რომლებიც იცით, სულ მითულ მოძრაობასა და მსგავს თემებზე არიან გადართულები. იცით თუ არა, რომ რევოლუციური გვარდიისა და ბასიჯის მილიციელების ერთ-ერთი საქმე, რასაც ისინი ქალებს უკეთებენ, არის გაუპატიურება როგორც ქალ პატიმრებს, ასევე ქალებს. სანამ მოკლავენ, აუპატიურებენ, რომ მათ სამოთხეში ვერ მოხვდნენ, ანუ სიკვდილის შემდეგ. კარგი, ეს პრაქტიკა, მათ შორის მე ვიტყოდი ცხოველები, მაგრამ ცხოველების სისასტიკეში არ არიან დამნაშავეები. ცხოველებს უბრალოდ იცით, საკუთარი ბუნება აქვთ. რასაც ვცდილობ თქვა არის ის, რომ თქვენ ვერ გამოიყენებთ იმავე სტრატეგიას, გეოპოლიტიკურ სტრატეგიას ისლამისტებთან, როგორც ამას აკეთებთ. აი რატომაც, როცა დონალდ ტრამპი ამბობს, ნახეთ ვენესუელა, ნახეთ რა გავაკეთეთ, ჩვენ უბრალოდ შევედით, ეს გავაკეთეთ. ვენესუელა ისლამისტები არ არიან. ამას ვერ შეადარებთ და მე უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ახლო აღმოსავლეთის ექსპერტები ჩვენ სხვათა შორის 1979 წელს, როცა ამ ხალხმა ირანი ჩაიგდო ხელში, ამერიკის ერთ-ერთი პრობლემა იყო CIA. არავინ იცოდა ფარსი, არავინ იცოდა რა ხდებოდა იქ. ეს იყო მათი იდეა. მათ ბევრი ჰქონდათ, როგორც 7 ოქტომბერს ეს დაახლოებით ესეა. ჯიმი კარტერი ერთ დღეს გაიღვიძა და თქვა რა? ჩემი საელჩომ ძევლა დაიყვანეს. რა, კარგი, მე რა შემიძლია გავაკეთო ამაზე, კარგი. ვცდილობ გითხრათ, უნდა ვისწავლოთ, როგორც ტრამპი ამბობს, 47 წელია დასავლეთს ატყუებენ, მაგრამ საკუთარ ხალხსაც კლავენ, ხოცავენ. და ის ადამიანები იმედგაცრუებულები არიან პრეზიდენტ ტრამპით. და მე შემიძლია გავიგო ისინი. ჩვენ უკვე 9 საათია პოდკასტში ვართ და დავასრულეთ ისრაელის პოლიტიკის თემით. და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს არჩევნების საბოლოო თარიღი. ჩვენ ვიცით, რომ ეს ან სექტემბერში იქნება, ან ოქტომბერში, მაგრამ საბოლოო თარიღი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. გვეგონა, რომ გასულ კვირას, ან იქნება ამ კვირაში, შეხვედრისთვის უკვე გვეცოდინებოდა საბოლოო თარიღი. ჯერ კიდევ არ ვიცით. ვარაუდობ, რომ მომდევნო კვირისთვის აუცილებლად უნდა გქონდეს. თუმცა ეს ნათელია, რადგან როგორც კი არჩევნების თარიღი დადგინდება, კონსტიტუციური მდგომარეობა იცვლება. და კოალიცია ცდილობს კანონმდებლობის გატანას, რომ არჩევნებამდე, სანამ პარლამენტი თვითონ დაიშლება, ეს კანონები მიიღონ. და ისინი ამ კანონმდებლობას ატარებდნენ. ძირითადად სასამართლო რეფორმაზე კონცენტრირდებოდნენ, რაც ისრაელში 7 ოქტომბრამდე დიდი საკითხი იყო. რუთი, იმ მოკლე დროში, რაც დაგვრჩა, სურს რამე თქვა ამ საკითხზე. მინდა ვთქვა, რომ ჯერა სასამართლო რეფორმა ამ არჩევნებში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება, რადგან ადრე ყოველთვის პალესტინის სახელმწიფოებრიობა იყო მთავარი თემა. ამ საკითხში რომ მხარეს დგახართ? დიდი ხანია ეს თემა აღარ არის აქტუალური. ეხლა უკვე მემარცხენეებიც აღარ ლაპარაკობენ ამაზე, იმიტომ რომ იცით პალესტინელები არასდროს უშვებენ შანსს, რომ შანსი გაუშვან ხელიდან. მე მჯერა, რომ სასამართლო რეფორმა აქ მთავარი საკითხი იქნება. თქვენ რას ფიქრობთ? მე ვფიქრობ, მართალია ეს ნამდვილად იქნება მთავარი თემა, რადგან ის ორ მხარეს შორის დიდ დაყოფას იწვევს. პალესტინის საკითხი აღარ ყოფს საზოგადოებას. ადრე ის ისრაელის საზოგადოებას ყოფდა, დღეს, როგორც სწორად თქვით, მარცხენა ფრთა აღარ სურს ამაზე საუბარი. გულისხმობ, თუ აიძულებთ მათ ამაზე ისაუბრონ, ისინი იტყვიან კი, მაგრამ ეს არ არის მათი მთავარი თემები, ეს არ არის მათი კამპანიის ნაწილი. გეტყვით ერთ ისტორიას, ამით ალბათ დავასრულებ ჩვენს გადაცემას. ბოლო არჩევნებამდე, ჩვენ გქონდა ბოლო არჩევნები, ეს იყო 22 წლის დეკემბერში. დიახ. და მთავრობა ჩამოყალიბდა 23 წლის დასაწყისში, სწორია? მახსოვს იყო არჩევნები ნოემბერში 2022 წელს და მთავრობა ჩამოყალიბდა 22 წლის დეკემბრის ბოლოს. მახსოვს და ეს კარგი ისტორია და მინდა გაგიზიაროთ თქვენ და ჩვენს მაყურებლებსა და მსმენელებს და შემდეგ მათ შეუძლიათ მითხრან მოსწონთ თუ არა ეს ისტორია. ცხოვრობდი იმ ადგილას, სადაც ეხლა ცხოვრობ მოდინში და ვიყავი შუქნიშანთან. როცა მთავარ გზაზე გავდიოდი თელ-ავივისკენ. და მერეცი ეს მემარცხენე ძალიან მშვიდობის მოყვარე პარტია, რომელიც ასოცირდება ოსლოსთან, მშვიდობა ახლასთან, ორ სახელმწიფოს გადაწყვეტასთან, არიგებდნენ წითელ ვარდებს ყველა მძღოლს, ვინც შუქნიშანზე ელოდა.
და იმ ერთ ვარდზე, რომელიც მე მივიღე, არ ვიცი რამდენი გადაიხადეს ვარდში, მაგრამ ალბათ იპოვეს რომელიმე მემარცხენე კიბუცის ფერმერი, რის ფერმერი, რომელმაც ფასდაკლება მისცა, ხო? და იყო 5 მიზეზი, თუ სწორად მახსოვს, შეიძლება 6-იც იყო, მაგრამ რამდენიმე მიზეზი იყო, რატომაც უნდა მისცე ხმა მერეც. და პირველი მიზეზი იყო ის, რომ უნდა მოვიშოროთ ნეთანიახუ. რა თქმა უნდა, მათ სურთ ნეთანიახუს მოშორება. მიზეზი ნომერი 2 იყო ის, რომ უნდა დავწმუნდეთ, რომ ისრაელში ლგლბითქი საზოგადოებას აქვს სრული თანასწორი უფლებები. მიზეზი ნომერი 3 იყო ქალთა უფლებები. მიზეზი ნომერი 4. უნდა ვიბრძოლოთ რელიგიური იძულების წინააღმდეგ. მიზეზი ნომერი 5 არის ის, რომ უნდა დავიცვათ კანონის უზენაესობა და ისრაელის ლიბერალური დემოკრატია და ასე შემდეგ. იმ ვარდზე არსად ეწერა ორ სახელმწიფოს გადაწყვეტა. პალესტინის სახელმწიფოებრიობა. და როცა მარცხენა ფრთა არ უნდა ამაზე საუბარი თავის საარჩევნო პროპაგანდაში. მე ვეთყოდი პალესტინელების მეგობრებს საზღვარგარეთ, არა გიჟ ანტისემიტებს, არამედ ადამიანებს, რომლებსაც თანაგზნობა აქვთ პალესტინელთა მისწრაფებების მიმართ. ვთხოვდით გახსოვდეთ, რომ ისეთი ადამიანები, როგორიცაა ნეთანიაჰუ, ყოველთვის ძალიან სკეპტიკურად არიან განწყობილი პალესტინელების მიმართ. კარგი, იყოს ასე. მაგრამ როდესაც ისრაელის მემარცხენეები, ადამიანები, რომლებიც ოდესღაც ოსლოს შეთანხმებას, ორ სახელმწიფოს გადაწყვეტასა და შერიგებას უჭერდნენ მხარს, როდესაც მათ აღარ სურთ ამაზე საუბარი, როდესაც პალესტინელებმა ისრაელის მემარცხენეები დაკარგეს, რა გააკეთეს პალესტინელებმა? და ეს ყველაფერი ამბავი ვარდით შუქნის შანთან, ეს იყო 7 ოქტომბრამდე, წარმოიდგინე, რამდენად გამოკვეთილია ეს მას შემდეგ. რა თქმა უნდა. ხო და მომავალ კვირამდე და ვიმედოვნოთ, რომ არ ვიცი, მომავალ კვირას ყველა მიმართულებით კარგი ამბები გვექნება. იმედია ესე იქნება.